რუსები ცხოვრობდნენ აქ და თითები დააჭრეს, იცით რამე? კი გავიგე ისე. რა გაიგე? ვარკეთილში ახლა ყველა გამოოგნებელ კრიმინალურ ისტორიას ყვება, რომლის მსგავსიც 90-იანი წლების და მხედრიონის ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ აღარ მოусმენიათ. აქ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა სამ მოქალაქეს ყურები და თითები დააჭრეს. მოტივი დიდი ფულის გამოძალვა გახდა. რა გაიგეთ, რა ინფორმაცია გაქვთ? ანუ ეგავიგე მეც რომ რუსები ცხოვრობდნენ სახლში თვითონ და ყაჩაღი. ხო, ეგენი შევიდნენ რა თქმა მაური ჭუბი არავის არ გაუგია, მე-1 დღე აწამებდნენ ამ ადამიანებს და ვერავინ ვერ გაიგო ამ ხო, არავის არ გაუგია. რუსეთის სამი მოქალაქე დაუდგენელი მოტივით თბილისში 3 თვის განმავლობაში სხვადასხვა დროს ჩამოვიდა და ყველა ერთ მისამართზე ვარკეთილში დასახლდა. ჩვენ თვითნავდა შუა ქალაქ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენს მიერ მოპოვებული საზღვრის კვეთის დოკუმენტებით დგინდება, რომ პირველი საზღვარი 24 თებერვალს დანიილ ალმიშაევმა გადმოკვეთა. 3 მარტს პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვიდა რომან ბელოვი, 22 მარტს კი ივან კოზლოვი. ყველა ერთად თბილისის გარეუბანში ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე დასახლდნენ. საგამოძიებო მასალებში, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, არაფერია ნათქვამი. რას საქმიანობდნენ თვეების განმავლობაში პეტერბურგელი სპორტსმენების ჯგუფი თბილისში. გამოძიებას მხოლოდ უთხრეს ის, რომ აქ საცხოვრებლად დარჩენა სურდათ. თავდაპირველად თბილისში წამოვიდა დანიილი. შემდეგ მე და ბოლოს შემოგვიერთდა ივანი. თავიდან ტურისტულად ჩამოვედით, მაგრამ განვიხილავდით აქ საცხოვრებლად დარჩენასაც. ბინა ნომერი 5 ამ კორპუსში, სადაც პეტერბურგელების ჯგუფი ცხოვრობდა, ლილი ონიანს ეკუთვნის. ონიანი თავად ემიგრაციაშია და ბინის გასაღები სავარაუდოდ მას შვილიშვილმა სთხოვა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და პეტერბურგელების ჯგუფს კარგად იცნობს. ლილი ონიანი საქართველოში არ იმყოფება და მინდა რომ დავუკავშირდე და ნომერი რო გადასცეთ ჩემი, შეგიძლიათ? ბატონო, ამ სახლს ხშირად აქირავებს ქალბატონი? არ აქირავდა, გაქირავებული არ იყო. ეს ხალხი ნაქირავებში არ იყო, ეგენი იყვნენ ლილის შვილი ყავს, და შვილიშვილი რუსეთში და რუსეთიდან იმათი სტუმრები იყვნენ. სრულებით შემოსულები ეს ხალხი ვინც მახათაბალაში მოხდა. ქალბატონი ლილიც რუსეთშია? არა, ქალბატონი ლილი ევროპაშია. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული პოლიციის ფაილები დგინდება, რომ რუსეთიდან ჩამოსული ჯგუფისთვის საბედისწერო 27 მარტი და 1 სატელეფონო ზარი აღმოჩნდა, როდესაც სპორტსმენებს იმ ახალგაზრდამ დაურეკა, ვისი შუამავლობითაც თბილისის გარეუბანში ბინა ათხოვეს. რომან ბელოვს უთხრეს, რომ ბინაში გაზი ჟონავდა, ხელოსნები უნდა მისულიყვნენ და მესამე სართულიდან ეზოში ჩასულიყო. ანდრეიმ მომწერა, რომ სახლში ბუნებრივ აირთან დაკავშირებით პრობლემა იყო და შესამოწმებლად მოვიდოდნენ. დანიელი და ივანის სახლში დარჩნენ. მე ხელოსნების დასახვედრად ეზოში ჩავედი და ბინის კარი ღია დავტოვე. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებულ ფაილებში ჩანს, რომ რომან ბელოვი სადარბაზოსთან კორპუსიდან ნამდვილად ჩავიდა. მაგრამ იქ არც ხელოსნები და არც ოპერატიული ჯგუფი არ იყო. რუსეთის მოქალაქე სავარაუდოდ მათ ელოდება და მობილურზე ლაპარაკობს. ამ დროს კი კადრში ახალგაზრდების ჯგუფი ჩნდება, რომელიც კორპუსში შედის. ეზოდან სახლში აბრუნებულ რომან ბელოვს ინკასატორების ნაცვლად ბინაში კრიმინალური ბანდა დახვდა. ის სახლში ძალით შეათრიეს, სადაც უკვე სასტიკად ნაცემი მეგობრები დახვდნენ. კარი უცნობმა გააღო. შემათრია სახლში, დამიწყეს ცემა, წამართვეს ტელეფონი, დამსვეს მისაღებ ოთახში დივანზე, სადაც უკვე ნაცემები ისხდნენ დანიილი და ივანი. 7-ვე მამაკაცი იყო ნიღბის გარეშე, მაგრამ ეკეთათ ხელთათმანები. ნაწილს გასაშლელი, ზოგიერთს კი სამზარეულოს დანაეჭირა. ერთ-ერთს კი ჩვენი სახლიდან აღებული ცული. 7-ვე შეიარაღებულმა პირმა შემოგვარტყა ალყა. რუსეთის სამ მოქალაქეს ვარკეთილში რამდენიმე საათის სცემდნენ. 7 შეიარაღებული პირი რიგრიგობით ურტყამდა. ითხოვდნენ კრიპტო საფულის კოდს და მობილური ტელეფონების პაროლებს. ჩვენ ძირითადად გველაპარაკებოდა ერთ-ერთი მათგანი. ის სავარაუდოდ იყო ლიდერი. მოგთხოვა გვეთქვა ტელეფონის პაროლები. თუ არ მეტყოდით, ხელში ეკავა ცული და გვეუბნებოდა, რომ თავებს აგვაცლიდა და ისე დაგმარხავდა, რომ ვერავინ გვიპოვიდა. ამიტომ პაროლები ვუთხარით.
შეიარაღებული ბანდის წევრებმა დაზარალებულების მობილურები გახსნეს, მაგრამ დიდი ფული კრიპტო საფულეზე ვერ იპოვეს. თხოვდნენ მობილურ ტელეფონსა და შენახული იყო $300,000. მათ რაღაც არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. მოგახსენებთ, რომ მე და დანიელს გვაქვს საერთო კრიპტოვალუტის საფულე, სადაც გვედო მხოლოდ $800. ეს საფულე ჩვენ მათ გავუხსენით, თანხაც გადარიცხეს, მაგრამ სად არ ვიცი. თუმცა ისინი მაინც ეძებდნენ დიდ ფულს კრიპტოვალუტაში. თავდამსხმელები ეძებდნენ გადამალულ ფულს კრიპტოსაფულეში, ამიტომ წამების სხვა მეთოდებს მიმართეს. რუსეთის მოქალაქეებს სულით დაზიანებები ჯერ ყურებზე მიაყენეს. როდესაც ტელეფონი ვერ მივეცით, სადაც მათი თქმით დიდი ფული ინახებოდა, სულით შეიარაღებული პირი მომიახლოვდა და გამიჭრა მარჯვენა ყური. მეორე მამაკაცმა კი დანა მარცხენა ყურზე დამადო და ყურის მოჭრა დამიწყო. წამომივიდა სისხლი. ამ დროს მომიახლოვდა კიდევ ერთი წვერიანი პირი, რომელსაც ჩემი ყური ეჭირა განზე. მეორემ კი გაჭრა გააგზელა. დავიწყე ყვირილი. თავდამსხმელები ითხოვდნენ მობილურს, სადაც უნდა ყოფილიყო ფული კრიპტოვალუტაში. ვეუბნებოდი, რომ არ მქონდა ასეთი ტელეფონი, რის შემდეგაც გააგზელეს მეორე ყურის გაჭრაც. რადგან წამების ამ ფორმით თავდამსხმელებმა შედეგი ვერ მიიღეს, მათი სამიზნე უკვე დანიილ ილმიშაევიც გახდა, რომელსაც თითის მოჭრით ემუქრებოდნენ. ყური მოაჭრეს დანიილსაც. ასევე მას დაზიანებები მიაყენეს ხელის საჩვენებელ თითზეც, საიდანაც წამოუვიდა დიდი ოდენობით სისხლი. ამაზე გაბრაზდა ივანი და დაიწყო ყვირილი. პასუხად კი ბანდის ლიდერმა მას კეფაში ჩაარტყა შუშის ლარნაკი, რომელიც გატყდა. ივანს წამოუვიდა სისხლი. ბინა, სადაც ეს უმძიმესი ფაქტი მოხდა, კორპუსის მესამე სართულზე მდებარეობს. დაზარალებულები ყვებიან, რომ წამება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. იყო ყვირილი და დაპირისპირებაც, მაგრამ რატომღაც ვერავინ ვერაფერი გაიგო და ვერც საეჭვო შეამჩნია. ხმაური დახმარების თხოვნა არაფერი არ გაგიგიათ? არა, რა თქმა უნდა, მსგავს სიტუაციაში როგორც მინიმუმ პოლიციას გამოუძახოთ და რაღაცა სიზამ, ანუ ეგა მთელი ამბავი რომ არ იყო. ისე ამ ბიჭებს ხედავდით ხოლმე აქ რუსეთის მოქალაქეებს? საერთოდ ვინ იყვნენ ფიზიკურად? პოლიცია ნახეთ აქ? იყვნენ, ახლა არ გამიგია რა ხდებოდა. ვერავინ ვერ გაიგო, მაგრამ რა ხდებოდა იმ დღეს. მაურიც ვერავინ ვერ გაიგო, იცით რა, ერთადერთი მე მაღლა ცხოვრობ მაგოჯახის ზემოთ. ერთადერთი იმ დღეს რაც უცნაური შემომსნე იყო ძალიან მკვეთრი სიგარეტის სუნი ამოდიოდა. ეტყობა ბევრი ეწეოდა, ეგ მე მივხვდი რომ გავიდე თუ რაღაცა მომხდარა, მე დაუკავშირე ეგ ყველაფერი ერთმანეთს და ხმა საერთოდ არ გამიგია. თითქმის 12 საათიანი წამების შემდეგ, როდესაც მობილურებში თავდამსხმელებმა კრიპტოვალუტის ანგარიშები ვერ იპოვეს, ადგილზე დანაშაულებრივი ბანდის წევრებმა რუსეთის მოქალაქეების მტკიცებით IT სპეციალისტი მიიყვანეს. შაბათის ეთერის ინფორმაციით პირი, რომელიც დანაშაულის ადგილზე სპეცმოწყობილობით მივიდა, შოთა გაგლოშვილია. წლის შოთა გაგლოშვილი 3 დღის წინ დააკავეს. ის სოფელ ბერბუკიდან არის და ადვოკატის განცხადებით დანაშაულს არ აღიარებს. უფლებადამცველი გვარწმუნებს, რომ IT ტექნოლოგიებთან გაგლოშვილს შეხება არასდროს ჰქონია და ის ციხეში ცრუ ჩვენებებით გაუშვეს. აბსურდული გაოცებული გაკლებებული თავსდამნაშავე გადასტას. არ ყოფილა ვარკეთილში იმ სახლში? თქონდა როგორც იდახს. არ ყოფილა ის IT სპეციალისტია როგორც მე ვიცი. მუშა? ვინე შეთიკო არა გაზრა IT სპეციალისტი. ტელეფონში ნომრის ჩაწერა არის. რატო არ იცის ახალგაზრდა ბიჭმა ნომრის ჩაწერა მობილურში? იმიტომ რომ მე მაგალითად არ ვიცი. დაზარალებულები აღწერენ ამ ბიჭს დეტალურად. იმ დღეს სად იყო? არ ვიცი. რუსეთის მოქალაქეები კი ამტკიცებენ, რომ სწორედ IT სპეციალისტი იყო მათი გატაცების ინიციატორი, რომელმაც გადამალულ ფულს ვერ მიაგნო. პროგრამისტმა მოიტანა სპეციალური მოწყობილობა, რომელსაც ტელეფონს უერთებდა. თან პერიოდულად მეკითხებოდა პაროლებს, მათ შორის მობაილ-ბანკების და კრიპტო აპლიკაციების. საბოლოოდ პროგრამისტმა უთხრა ბიჭებს რუსულად, რომ წავიდეთ აქედან. ლოკაცია შევცვალოთ და გავაგრძელოთ, რადგან მისი თქმით, იმ ბინაში ყოფნა საშარო იყო. საბოლოოდ თავდამსხმელებმა ნაწამები ახალგაზრდების მარნეულში წაყვანა გადაწყვიტეს. სისხლიანი ტანსაცმელი მოაგროვეს, სახლი დაალაგებინეს და ვიდეოებიც გადაუღეს. დაემუქრნენ თუ პოლიცია რამეს გაიგებდა, კადრებს გაავრცელებდნენ. დათენებისას გადაგვიღეს ვიდეოები. გვათქმევინეს, რომ ვიყავით კრიმინალები, ნარკომანები და გამსაღებლები. თან გაგვაფრთხილეს, რომ თუ პოლიციას მივმართავდით, ვიდეოს გაავრცელებდნენ და არავინ დაგვიჯერებდა.
ჩვენს მიერ მოპოვებული კადრებით გინდება, რომ დაზარალებულებმა დამამცირებელი კადრების გადაღების შემდეგ ბინა 28 მარტს 14 საათზე თავდამსხმელებთან ერთად დატოვეს. კადრებში ჩანს, როგორ გამოჰყავთ ბანდის წევრებს რუსეთის მოქალაქეები კორპუსიდან. დაჯგუფების წევრებს ხელში უჭირავთ ჩანთებიც. ეს სავარაუდოდ ის ტექნიკაა, რომელიც დაზარალებულებს თავდასხმის დროს წაართვეს. თავდამსხმელების ბანდამ დაზარალებულები საბოლოოდ მარნეულის მიმართულებით ორი სხვადასხვა ავტომობილით წაიყვანეს. ერთ-ერთის მძღოლი საქმის მასალების მიხედვით თორნიკე დორეული იყო. მისი ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ დორეულს დახმარება მეგობარმა სთხოვა და ის წამების ფაქტს არ შესწრებია. მეგობარმა თხოვა და რეალურად იჯდა საჭესთან და არაფერი არ იცოდა იქ რა ხდებოდა. არანაირი წამების ფაქტის არ შესწრებია და მით უმეტეს კიდე რომ მონაწილეობა მიიღო დაგვარ ფაქტთან დაკავშირებით. ისინი ლაპარაკობდნენ აზერბაიჯანულ ენაზე, თორნიკე დორეულს საერთოდ არ ესმის აზერბაიჯანული ენა და მით უმეტეს რომ იქ ცემის ფაქტს ადგილი არ ქონია, გარკვეულ ლოკაციაში ჩერდებიან დრაივთან, ყიდულობენ ენერგეტიკულ სასმელებს, ჩვეულებრივად რაღაცა საკვებ ნივთიერებებს, აქედან გამომდინარე ის რომ ვინმე სცემდა მან საერთოდ გამორიცხულია. დორეულს ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ კრიპტოვალუტის საფულეს ფლობდნენ სავარაუდოდ დაზარალებული და რას ამბობს $300,000-ზე, რომელსაც ითხოვდნენ. არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა თვითონ თორნიკე დორეული. რა მისიით ჩამოვიდნენ რუსეთის მოქალაქეები თბილისში და ვინ რა მოტივით მიაგზავნა მათ ბინაში თავდამსხმელები. საქმის მასალებში არსებობს ერთადერთი ვერსია: ანგარიშ სწორება ვალის გამო. თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე მე დავუკავშირდი ვიცია გრიგჩებს, რომელსაც ჩემი ვალი ჰქონდა. მითხრა რომ $13,000 დამირიცხავდა. უთხარი რომ თანხა ჩაერიცხა, თუმცა მითხრა რომ შეხვდებოდა ანდრეი ზახაროვს, ჩემს მეგობარს და თანხას ერთად ჩამირიცხავდნენ. ამის შემდეგ დამირეკა ანდრეიმ და მითხრა რომ ინკასატორებს დავხვედროდი. რა კავშირი აქვს რუსეთის მოქალაქე ვიცია გრიგჩევს თავდასხმის საქმეზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან, მათ შორის ბახადურ ფაზალიევთან და კიდევ 7 პირთან ეს გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია. დაკავებულის ადვოკატი კი ამბობს, რომ პეტერბურგელების ჯგუფი ყველაფერს იგონებს, რათა ამით საქართველოში მათი ჩამოსვლის რეალური და საქმიანობის მოტივი დამალონ. ყურები დააჭრეს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა დაზარალებულებს. ყურები ყველას ადგილზე აქვს. დაზიანებები ყურზე? სმენადობა თავისი აქვს. შესაბამისად ყურზე დაზიანებები. ჩემ დაცვის ქვეშ მყოფებს მათთვის ზიანი არ მიუყენებიათ. სხვებმა უყურებდნენ? სხვები ნამდვილად არ ვიცი. კრიპტოვალუტის შესახებ რა იცოდნენ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა? ყველაზე საინტერესო მომენტი არის ეს. ყველაზე საინტერესო მომენტი არის ეს. კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით. რა იცოდნენ ჩემ დაცვის ქვეშ მყოფებმა და რა იცოდნენ მათ და რა ხდებოდა სინამდვილეში. რა ხდებოდა ეს არის ანუ ეს იყო რაღაცა დაგეგმილი სპეცოპერაცია კრიპტოვალუტა ვერ გაიგეს. ეს არის ზუსტად მოცემულობა, რომ რა ხდებოდა სინამდვილეში, რომ შემდგომ უკვე ნაფიცაჯულებს გავაცნოთ მტკიცებულებები და ვუამბოთ მათ თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. ეს იყო გარჩევა კრიპტოვალუტის გამო? გარჩევას ვერ დავარქმევ. პროვოცირებას კი. 7 ბრალდებული ახლა ციხეშია. საგამოძიებო მოქმედებები კი გრძელდება. პოლიციისთვის ჯერ ჩვენება არ მიუცია ბინის მეპატრონე ლილიონიანს და მის შვილიშვილს, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთი პირია, ვინც შესაძლოა სავარაუდო დაკვეთილ თავდასხმაზე ბევრი რამ იცოდეს. უნიანი არაერთი მცდელობის მიუხედავად არც შაბათის კითხვებს არ პასუხობს.